ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურებ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ვხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ კიდევ არაერთი რეპრესიული მოქმედება განხორციელდა ოცნების რეჟიმის მხრიდან და დღეს მათ შორის დღესაც ჩვენ გავხდით მომსწრეები თუ როგორ მოახდინეს ადამიანების დაკავება და ადამიანებისათვის ადმინისტრაციული პატიმრობების შეფარდება ტროტუარზე დგომის გამო. ეს არის მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან ადამიანები პროტესტის გამოხატვის გამო ტროტუარზე დგომის მიზეზით დააპატიმრეს და ასცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამღვევებად. ეს ფაქტობრივად პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარ არსებობს გამოხატვის თავისუფლება, აღარ არსებობს ასე ვთქვათ, შეკრებების და მანიფესტაციის განხორციელების შესაძლებლობა და ოცნების რეჟიმი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თუ კი მას არ მოუნდება, რომ ადამიანებმა მოახდინონ პროტესტის გამოხატვა, ეს პროტესტი უბრალოდ არ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, არ იქნება მიჩნეული კანონიერად და მოახდენენ ადამიანების დაკავებას. ეს პროცესები დაიწყო დეკემბრის ბოლოს, როდესაც წინა საახალწლოდ ადამიანებს მიუვიდათ სამართალდარღვევის ოქმები და მას შემდგომ ჩანდა, რომ სასამართლო ვერ იღებდა გადაწყვეტილებას თუ რა მიდგომით უნდა განეხორციელებინა ამ საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება. გუშინ პირველი გადაწყვეტილება გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ცნეს სამართალდამღვევად, მას პასუხისგებლობისგან გათავისუფლება, ანუ სიტყვიერი შენიშვნა შეეფარდა და იყო დღეს მოლოდინი, რომ სწორედ ეს იქნებოდა დღესაც, ასე ვთქვათ, და ეს იქნებოდა ერთიანი მიდგომა, თუმცა დღეს ჩვენ დავინახეთ უკვე, რომ ქალები სიტყვიერი შენიშვნებით ასე ვთქვათ შემოიფარგლენ ქალების შემთხვევაში და მამაკაცები გაუშვეს ადმინისტრაციულ პატიმრობებში 4-5 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობებში. ეს არის მორიგი რეპრესია, მორიგი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და ამას ჭირდება საზოგადოების მხრიდან საკმაოდ მწვავე, საკმაოდ ესე ვთქვათ პასუხი, მკაცრი პასუხი, რომ შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დღეს გათავისუფლდა პატიმრობიდან 7-თვიანი უკანონო ტყვეობიდან პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე და მინდა მას და მის ოჯახის წევრებს მიულოცოს უკანონო პატიმრობა დასრულდა და რეჟიმის ყველა ტყვეს უსურვო მალე განთავისუფლება. დღევანდელი ჩვენი გადაცემა კი დაეთმობა რეჟიმის პატიმრებს ანასტასია ზინოვკინას და ნანუ სანდერს, რომლებმაც განაცხადეს მათი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რომლებიც მიუთითებენ, რომ მათ არ ეწევათ სამედიცინო მომსახურება. ამ კუთხით ქალმა პოლიტიკოსებმა და ქალების მოძრაობამ დავაანონსეთ აქცია ამ წლის 27 იანვარს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 27 იანვარს 6 საათზე და ყველა ადამიანს, ვინც თვლის, რომ პატიმრებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი და დაუყოვნებლივი სამედიცინო მომსახურება მიწოდებული, მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ, რაც შეეხება უშუალოდ ასე ვთქვათ ანასტასიას და ნანუს მდგომარეობას, ჩვენ მათ ადვოკატებთანაც ჰქონდა კომუნიკაცია და ვიცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ესაჭიროებათ დაუყოვნებლივი სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები და შემდგომ შესაბამისი მკურნალობა. დღევანდელ გადაცემას სწორედ ამას ვუთმობთ და ამ გადაცემის სტუმრები გახლავთ ხატია დეკანოიძე, პოლიტიკოსი და დარია სამადუროვა, ადვოკატი, ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი. პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ხატია შენით დავიწყებ და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფაქტობრივად ჩვენს პოლიტიკოსი ქალები და ქალთა მოძრაობა აქტიურად ვადვოკატირებთ
რომ საზოგადოებამ რაც შეიძლება მეტყველება გაიგოს ამ ძალიან მძიმე მდგომარეობის შესახებ. ზოგადად სანამ ანასტასიასთან და ნანუსთან კონკრეტულად ამ საკითხზე დაგისვავ კითხვას, როგორ შეაფასებ იმ კონტექსტს, რაც დღეს ხდება, აი შენ იყავი სასამართლოში და შენს თვალწინ ადამიანებს ადებდნენ ხელბურკილებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი იყვნენ ტროტუარზე. მადლობა მარიკა, ეს ძალიან კარგი პროექტია და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებულ სასამართლოზე და უსამართლო სასამართლოზე ყველამ ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა. პირველ რიგში შენც აღნიშნე, რომ დღეს რაღაც უჩვეულო დღეა, ანუ მიუხედავად ამდენი რეპრესიისა, რომელშიც ჩვენ მუდმივად ვართ, ამ ზეწოლის, უკანონო ტყვეების პოლიტიკური პატიმრების, საშინელი რეპრესიული კანონმდებლობის და რა ვიცი, ძალიან ბევრი უსამართლობის, რომელსაც ყოველდღიურად ესე ვხედავთ და ვეჩეხებით, დღეს იყო მართლა ცოტა კატასტროფული ვითარება სასამართლოში, იმიტომ რომ ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო პირველად საქართველოს ისტორიაში, არ ვიცი, ესეთი რამ არ ყოფილა და სხვა შორის ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ესეთი რეპრესიული კანონმდებლობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ავტორკრატიისკენ მიდიან. ადამიანებს ესე რა ვიცი, ხელბურკილებს ადებდნენ და უშვებდნენ ტყვეობაში. ხო, 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მაგრამ ეს არის მაინც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე განაჩენი, რომელიც ალბათ ჩვენ გვინახავს, მიუხედავად ძალიან ბევრი მძიმე განაჩენისა, იმიტომ რომ ჩვენი უფლება, საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ შეკრების და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება ყველას უნდა გქონდეს და ეს არის ის, რასაც ჩვენ გვაძლევს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია. ამიტომ ჩემთვისაც ძალიან რთული იყო, აქ ანის ქონდა გაფრთხილება ახმეტელს, ჩემს თვალწინ დააკავეს მიშა ზაქარაიშვილი და 5 ადამიანს აქვს თუ არ ვცდები, ეხლა უკვე მისჯილი აი ეს ძალიან მძიმე კანონის, უბრალოდ ამ კანონში შეტანილი მუხლის შესაბამისად. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის გასატარებელი ესე რაღაც ნორმალიზაციის საკითხი, რომ შეიძლება შემოვიფორგლოთ, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებით, ნამდვილად არ ვფიქრობ ამას. აი მე და შენ ვსჯელობდით კიდევაც, სანამ ეთერს დავიწყებდით, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ და უნდა გავაკეთოთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეს არის ხმაური აქცია, რომლის შესახებაც ჩვენ ვეტყვით ალბათ ჩვენს ტელემაყურებელს და საზოგადოებას, რომელსაც ფიქრობთ, რომ ნამდვილად აქვს ისეთივე უსამართლობის განცდა, რომელიც ჩვენ გვაქვს. და კი გიორგის განთავისუფლებას გამოვეხმაურები, ეხა გიორგი სრულიად არაფრის გამო, ისევე როგორც სხვა ჩემი კოლეგები არიან სრულიად არაფრის გამო დაკავებული, ხო? ანუ ეს ელენეა ხოშტარია, ქალი პატიმარი პოლიტიკოსი, ქალი პატიმარი, პირველი პოლიტიკოსი, ქალი პატიმარი, ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია, არ ვიცი, ყველა გივით არგამაძე, ირაკლი ოქროშვილი, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კომისიაზე, ღალატის კომისიაზე არ მივიდა, ხო? ეს სულუკიანის მიერ გამოცხადებული და გიორგის განთავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. ზურა იყო დაკავებული გათავისუფლდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვეყოლება უკანონო პატიმრები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს. და ჩვენ დღეს რატომაც ვსჯელობთ და რატომაც შევიკრიბეთ, პირველად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ორი ქალი პატიმრის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ანუ ეს არის ანასტასია ზინოვკინა და ანასტასიას ადვოკატი გვესწრება აქ და ეს არის ნანა სანდერი, რომლებიც ღიად ამბობენ იმის შესახებ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ხო? ანუ ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წუხილი გამოვთქვათ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. პირველ რიგში ვეტყვი ჩვენს ტელემაყურებელს იმას, რომ ანასტასია ზინოვკინა არის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაყვანილი, სრულიად არაფრის გამო, ანუ არ ვიცით რატომ, რაღაც დოკუმენტს იშველიებენ, რაღაც სხდომის ოქმი თუ რაღაც ასე ვთქვათ, ამაზე ამბობენ, სრულიად გაუმჭირვალეთ, აი ადვოკატებაც ჩვენც გავიგეთ ესე შემთხვევით, ესეთ ცოცხალ რეჟიმში ადვოკატისგან, რომ ანასტასია გადაიყვანეს ამ დაწესებულებაში. მას აქვს მძიმე მდგომარეობა ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ნანა სანდერს და ნანაც ამაზე მაგრამ ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის, რომ ორივე მათგანი საუბრობს ღირსებაშემლახალ მოპყრობაზე, ხო? ანუ
ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ორ ქალ პატიმარს სჭირდება სოლიდარობა ჩვენი და იმ ჩვენი ბრიფინგიდანაც ზუსტად ამას საუბრობდი და მინდა ეს სიტყვები გავუსვათ, რომ თუ რამე არის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის სოლიდარობა, რომელიც გვაძლევს ჩვენს მორალურ საყრდენს. ამ სოლიდარობის მნიშვნელობა ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ გაიგო, ეს არის ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, ეს არის საზოგადოების იმ წევრების მიმართ სოლიდარობა, რომლებიც განიცდიან ძალიან სერიოზულ ზეწოლას და არიან რეპრესიების ქვეშ რეჟიმის მხრიდან. ესეთი სოლიდარობა საზოგადოებამ გამოხატა იგივე ნინო დათაშვილის მიმართ. ნინოს კეისი საერთოდ წარმოუდგენელი იყო, როდესაც ასე ვთქვათ, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გადაყავდათ ადამიანი პირდაპირ ყველაზე უფრო აი მახინჯი რეპრესიული მექანიზმი რაც იყო და ჩვენ არ ვართ შორს ამ ორი ქალის შემთხვევაში რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ მართლაც ორივეს აქვს ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხვა შორის ნინო, როდესაც ჩვენ ნინო საუბრობდა და ნინოს გარა ინფორმაციაც ვიცით, რომ მართლა ბეჭდვია გადარჩენილი, რომ ძალიან მძიმე სერიოზული სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა არ დაუტოვა, ხო? ანუ ამ დაავადებამ, რომელიც მას გაუმწვავდა ციხეში და სათანადო ყურადღება არ მიექცა. ანასტასიას ამაზე საუბრობს, მე მინდა ყველას უთხრა, რომ ეს არ არის რაღაც ესე ვთქვი, არავინ არ უნდა აღიქვას ეს როგორც წუწუნი, ანუ ეს არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე იყოს და ძალიან მძიმე დაღი დაასვას ადამიანს, ხო? ანუ ჯანმრთელობას პირდაპირ მოთხოვნი და ამიტომ ბევრი რა აღარ ვისაუბრებ და გვინდა ყველას ორივეს პირველ რიგში რომ ადვოკატმა ბევრი უთხრა საზოგადოებას, ამიტომ ჩვენ ყველას არ ვიცი რომ კამერას აქ ხო ალბათ 27 იანვარს ძვირფასო მეგობრებო საღამოს 6 საათზე ვიკრიბებით ჩვენი ქალების ინიციატივით და არა ქალთა მოძრაობა, ბევრი ქალი პოლიტიკოსია, ბევრი სხვადასხვა გულშემატკივრები არა მხოლოდ პროტესტის და ანასტასიასთან ანას არამედ ყველა ვინცაც ამ ქვეყნის მომავალი სჭირდება ნამდვილად გამართული მშვიდობიანი პეტიციურ სამსახურთან ეს არის ანჯაფარიძის ქუჩა და მე მითხეს რომ აუცილებლად ჩემმა მეგობრებმა გვირჩიეს რომ აუცილებლად მეტროც აღნიშნოთ ეს არის მეტრო უნივერსიტეტი ხო ესე უნივერსიტეტი საბურთალოზე ეს ანდროეული და რო ჩამოხვალთ იქვე არის ეს ანჯაფარიძის ქუჩა ну სუბიძის ბოლოდან ესე რო ავხსნათ და ყველანი იქ ვიკრიბებით 27-ში საღამოს 6 საათზე რომ მოვითხოვოთ შესაბამისი მკურნალობა ამ ორი ადამიანის და შესაბამის ღირსეულ პირობებში ყოფნა. მიუხედავად იმისა რომ სრულად ყოველად ხედავთ ციხეში, მაგრამ ჩვენთვის ახლა უპირველესი ეს არის პრიორიტეტი, ეს არის ჯანმრთელობა კი. კარგი, ხატია დაგიბრუნდები აუცილებლად და დარია, შენ მინდა გკითხო, რომ აგვიღწერო პირველ რიგში უშუალოდ ანასტასიას მდგომარეობა, რა მდგომარეობაშია ის ახლა და რატო ჭიანურდება სამედიცინო, რატო არ მიეწოდება მას სამედიცინო მომსახურება, რას პასუხობთ პენიტენციური დაწესებულება? იმ დღის მერე რაც მე ჩავერთი საქმეში, ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და ამ პრობლემის გადაჭრის გზა ვერ დადგა ასე რომ ვთქვათ გადაწყვეტის იმაზე რა ქვია გზაზე. ანასტასიას აქვს მე როგორც ვიცი ჩემი ინფორმაციით ანასტასიას აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. პერიოდულად მას უბუჟდება ხელები, ეთიშება კიდურები, მას შეუძლია უბრალოდ დაეცეს და ვერ ადგეს. მას უჭირს ჯდომა, მას უჭირს წოლა. იყო საუბარი იმაზე, რომ ძილისთვის ელემენტარული პენიტენციურ დაწესებულებას გამოიყო ან შემოეტანა, რომ შემდგომში ანასტასიას ეყიდა ორთოპედიული ლეიბი. რა თქმა უნდა, არც ეს არ განახორციელეს. ჯერ იყო საუბარი იმაზე, ამჟამად არ აქვს ანასტასიას ორთოპედიული ლეიბი. არ აქვს, არა. ჯერ გვეუბნებოდა პენიტენციურ დაწესებულება, რომ მოითხოვეთ და იყიდეთ მაღაზიაში, შემდგომ თქვეს, რომ საერთოდ არ გვევალება ამის შემოტანაო, საერთოდ არ გვაქვს გაწერილი კანონში. შესაბამისად ანასტასიას არ გააჩნია ეს ორთოპედიული ლეიბი. ანასტასია ზაფხულში ეძინა საერთოდ ლეიბის გარეშე, რადგან ეს უკეთესად გრძნობდა თავს. შემდეგ მას ჰქონდა ტკივილები და
როგორც ვიცი, ბოთლებისგან გაიკეთა რაღაც ლეიბი, რომ ეძინოს ნორმალურად, თუმცა ესეც წართვის. დაუშვებელიაო. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ნომერ მე-5 დაწესებულებას და ასევე პენიტენციურ დეპარტამენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ანასტასია გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდება სრული სამედიცინო გამოკვლევა, რადგან დაუდგინდეს დიაგნოზი რა აქვს კონკრეტულად, რისი მკურნალობა ასაჭიროებს და მკურნალობა დაიწყონ, თუმცა უარს გვეუბნებიან, რომ ანასტასიას ციხეში აქვს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა ეს სამედიცინო მომსახურება რაში გამოიხატება? აძლევენ გამაყუჩებელს. გამაყუჩებლის ყოველდღიური მიღებით ანასტასიას უკვე აღარ აქვს ეს ეფექტი, რომელიც უნდა ჰქონდეს გამაყუჩებელს. აღარ უყუჩებს იმ ტკივილებს და შესაბამისად არც განკურნებაზე საერთოდ ზედმეტია საუბარი. მკურნალობას არ ახორციელებენ როგორც ასეთი. მხოლოდ უყუჩებენ ტკივილებს. ეს პრობლემა, ასე რომ ვთქვათ, და იცი რა მაინტერესებს, აი ამ ამბავმა მას შემდგომ, რაც კიდევ უფრო აქტუალური გახდა საზოგადოებაში, გამოიწვია ის, რომ ანასტასია ამ ეტაპზე სრულიად გაურკვეველი მიზეზებით გადაყვანილია ცალკე საკანში და კიდევ უფრო დაუმძიმდა ციხის პირობები. აი რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა ამ შემთხვევაში, რა საფუძველს უთითებს თუ ჩაბარებული გაქვთ უკვე გადაწყვეტილება და რას აპირებთ ამ მიმართულებით? დავიწყებთ სხვა პატიმრებისგან განცალკევებულ საკანში ყოფნით. ესე იგი, განაჩენის შემდეგ მის საკანში, ასე რომ ვთქვათ, ზონაზე არ იყო გადაყვანილი და მის საკანში ვინც კი იყვნენ, ზოგი ზონაზე გადაიყვანეს, ზოგი გაათავისუფლეს. და ის იმყოფებოდა მარტო. 5 ოქტომბერს მას ჩაბარდა ბრძანება, სადაც უკვე ოფიციალურად გაიწერა ის, რომ ანასტასია უნდა იყოს სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ მარტო უნდა იმყოფებოდა საკანში. რაც რა თქმა უნდა გავასაჩივრეთ ჯერ პენიტენციურ დეპარტამენტში, რა თქმა უნდა პასუხი უარყოფითია, არ დაგვიკმაყოფილეს ჩვენი საჩივარი და ეხლა გავასაჩივრეთ სასამართლოში. ესეც დაუსაბუთებენ რა საფუძვლად უწერიათ პატაკი ნომერ მე-5 დაწესებულების თუ არ ვცდები უსაფრთხოების თანამშრომლის პატაკი. თუმცა რა შინაარს შეიცავს ეს პატაკი, რას ეფუძნება, რატო გადაწყვიტეს ეგრე, არაფერი არ წერია და რა თქმა უნდა არც პენიტენციურმა დეპარტამენტმა ამის შესახებ არ გვაცნობა. იმედი მაქვს, რომ სასამართლოში მაინც გავიგებთ რა წერია ამ შინაარსში, რომ შემდგომში ამაზე გავაკეთოთ და გავამახვილოთ ყურადღება. თუმცა ამიტომაც ავკეთებენ, რომ არ გავამახვილოთ ყურადღება, რადგან სრულიად უკანონობას დაეფუძნება ამაში დარწმუნებული ვარ. შემდგომში უკვე 16 იანვარს, როდესაც შევედი, სრულიად შემთხვევით შევედი და სრულიად შემთხვევით დამხვდა ბრძანება, რომ ანასტასიას შეუცვალეს თავისუფლების აკვეთის ტიპი. ანუ ნახევრად ღია ტიპიდან გადაიყვანეს დახურული ტიპის დაწესებულებაში. ეს გულისხმობს იმას, რომ ანასტასიას აქვს ახლა შეზღუდული ზარების რაოდენობა და შეზღუდული პაემნები. პაემნებთან დაკავშირებითაც მინდა აღვნიშნო 1-2 სიტყვით. პაემნებზე მისვლის უფლება აქვს ნათესავს. მისი ყველა ახლობელი ნათესავი არის საზღვარგარეთ. დედა ჩამოვიდა გასული წლის მარტში, ინახულა შვილი და ისევ გაფრინდა რუსეთში. რუსეთში ცხოვრობს პედაგოგია. და მეორედ, როდესაც ჩამოვიდა 30 ივლისს, არ შემოუშვეს საერთოდ საქართველოში. აბსურდული მიზეზის გამო, გზის გადაკეტვის გამო გავხსო 5000 ლარიანი ჯარიმაო. თუ გადაიხდიო, შემოგიშვებთო. ამ ადამიანს არც 5000 ჰქონდა ხელზე. არც საერთოდ ქართული ფული, იდგა ტირო და საწყალი. და როდესაც ითხოვდა ელემენტარულად მომეცით ქვითარი, იქნებ საერთოდ ან საზღვრის კვეთა შეამოწმეთო, იქნებ საერთოდ საზღვარი, ანუ არ ვიყავი საქართველოში იმ პერიოდისთვისო. იქნებ რამე შეცდომა საქვს ადგილი, იმიტომ რომ გამორიცხულია ესეთი შემთხვევა და არა თუ ბევრს ილაპარაკებს საერთოდ არ შემოგიშვებთო და მისცეს ეს გადაწყვეტილება საქართველოში არ შემოშვების შესახებ. ამის შემდეგ 3 დღით ადამიანი დაუკარგეთ. ეს სხვა ამბავია უკვე. რა თქმა უნდა, ესეც გავასაჩივრეთ და საინტერესო რა არის. ამ ადამიანს საზღვრის კვეთა აქვს 9 მარტს განხორციელებული და ქვითარში წერია, რომ ის 10 მარტს კეტავდა რუსთაველს.
აი აბსურდული. ესე რომ ვიმსჯელოთ, ანუ გამოდის რომ ანასტასია ზინოვკინა განგებ განზრახ ყავთ ტერორში. შობელს არ უშვებენ, საერთოდ ახლა ზარებით შეუზღუდეს, ანუ არანაირი კომუნიკაცია არ აქვს, ახლა არანაირი სოციალიზაცია არ აქვს ადამიანებთან. სრულ იზოლაციაშია მოქცეული. და არის უმძიმესი ტკივილები. და არის უმძიმესი ტკივილებით, დაუდგენელი დიაგნოზით კურნალობის გარეშე. ეს არის ეს მოცემულობა, რა მოცემულობაშიც არის ახლა ანასტასია. გარდა ამისა, აბსურდული ბრალით, უმძიმესი ბრალით, ანუ ნარკოტიკის ჩადება. ეს არის უმძიმესი ბრალი, როგორც ასეთი და გარდა ამისა დამამცირებელი, იმიტომ რომ ნარკოტიკული საქმეები ზოგადად რთული და დამამცირებელია, მაგრამ როდესაც ეს ჩადებულია და შენ სხვანაირად გიყურებენ. კი ბატონო. აი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არის ამ ყველაფერთან ერთად. და ჩვენ იმედი მაქვს, რომ ოდესმე მაინც გადაიყვანენ ანასტასიას, გაუკეთებენ ამ გამოკვლევებს თქვენი დახმარებით, რა თქმა უნდა. თქვენი დახმარების გარეშე ჩვენ არაფერი არ გამოგვდის, როგორც ჩანს. პრინციპში რაც დარია მისაუბრა, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად დაცლილია რეჟიმი ჰუმანიზმისგან, ჰუმანური საქციელისგან საერთოდ და ბოლო პერიოდში რასაც უყურებთ, ყველაფერი ამას მიუთითებს. ხატია ხო, ნახე, აი თუნდაც ზურაგირჩის გათავისუფლება დილის 8 საათზე, როცა იქ არავინ არ იყო და ვიცოდით, რომ მაგ დროს კი არა, სხვა დროს უნდა გამოეშვათ და იმ დროს უპირებდეს მისვლას და მეორე საკითხი დღეს მაგალითად გიორგის არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი ბავშვები საათობით დააყენეს იქ და 8-ზე კი არ გამოუშვეს გაცილებით გვიან. ისევე როგორც აი ეგრეთ წოდებული ვითომ ამ შეწყალების საქმეებთან დაკავშირებით, როგორ მოექცნენ ადამიანებს მორალური ტერორიც რო განუხორციელეს. რატო აკეთებს ამას რეჟიმი და პრინციპში რატო აკეთებს ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მსმენელს რო ავუხსნათ. ხო, ზოგადად, როდესაც აი შეწყალების საქმეზეც მეკითხებოდნენ, რომ რა გაქვს იმედი, ანუ გაქვს თუ არა რაიმე სახის მოლოდინი, ყოველთვის პასუხობდი და ეხლაც უპასუხებ, რომ მე არავითარი, ანუ ისეთი მოლოდინი მაქვს ამ რეჟიმისგან, რა სტანდარტებშიც არის რეჟიმი, ხო? ანუ რა ჩარჩოსშიც არის რეჟიმი და რეჟიმი არის ავტოკრატიისგან მიმავალი, იზოლაციაში, კორუფციული, საკუთარ მომხოჭელობაზე ორიენტირებული, რეჟიმი არის პროპაგანდაზე დაფუძნებული, ანუ მარიკა მთელი ჩვენი და ჩვენს მეგობრებსაც მინდა უთხრა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ეს ბოლო რამდენიმე წელი, ხო? პრაქტიკულად ერთადერთი მასაზრდოებელი რაც ყავს რეჟიმს, გარდა იმ შავი ფულის და თქვათ რაღაც თოფიანი ხალხის, ხო, ვინც აი პოლიციაში რო იჭერენ და ხო, რო პოლიცია და რო იჭერენ, ხო, და წიწუშკები ვინც გვაგინებენ და ასე შემდეგ, ხო? გარდა ამისა, მთავარი მასაზრდოებელი ეს არის პროპაგანდა. ანუ დეჰუმანიზაცია, რომელსაც აკეთებენ, მარგინალიზაცია, რომელსაც უკეთებენ თავისივე ხალხს, ანუ ჩვენ, ხო, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, ხო? ანუ ვისაც გვჭირდება ამ ქვეყანაში შვიდობა, განვითარება, კეთილდღეობა, სიმდიდრე, ბედნიერება, რომ ადამიანმა იყიდოს პული, შეჭამოს, რძედალიოს, არ ვიცი, რაც არის ელემენტარული. ნორმალური პენსია ქონდეს, არ ვიცი, წამლები იყიდოს ამ პენსიით და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი რო გვინდა, ჩვენ დეჰუმანიზაციას აკეთებენ პროპაგანდით და ეს პროპაგანდა რა არის? შიშებზე კაპიტალიზაცია ადამიანების, ხო? ეს მთელი ეს ბიძინა ივანიშვილის გამოგონებული რაღაცა ბალანსის პოლიტიკა აღმოჩნდა, რომ არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ ეხლა რაღაცა წავედით ომის ტრაექტორიით აშხაბადისკენ, ხო? ანუ აი ეს ძალიან მარტივად რომ თქვა. ამიტომ რეჟიმის მხრიდან ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს. და სულ საუბრობთ იმაზე, რომ ანუ რა კატეგორიის რეჟიმია საქართველოში, ხო? მე ამას უწოდებ შიშარა ბრძანებლის კატეგორიას, ანუ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თვითონ წარმოუდგენლად შიშარაა და შუშის კოლბაში ჩამჯდარი ადამიანი და ზოგადად ნებისმიერი რეჟიმის წარმომადგენელი არიან, ესენი არიან ხალხი, ვინც ვერ გადის ქუჩაში, ვერ ელაპარაკება ხალხს და მხოლოდ აი ეს პროპაგანდისტულად საკუთარი სამთავრობო მედიიდან გველაპარაკება და ტროლებით და ბოტებით, ხო? ანუ ეს არის რეჟიმი. მაგრამ თავისთავად რატო აკეთებს? იმიტომ რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია უნდა, იმიტომ რომ თავისუფლების ეშინია.
იმიტომ რომ არაპროგნოზირებადობის ეშინია, იმიტომ რომ სოლიდარობის ეშინია, იმიტომ რომ ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის წამსვლელია ყველაფერზე. ოღონდ ეს ძალაუფლება რა არის მისთვის? ეს არის ფული, რომ ადგეს და ჯიბეში ჩაიდოს, ხო? ანუ როდესაც საუბრობთ ჩვენ იმაზე, რომ აი რაღაც საუბრობდით წლების განმავლობაში, რომ კორუმპირებული იყო ეს რეჟიმი თუ რაც იყო მაშინ, ხო, ქართული ოცნების პარტია, ხო? აღმოჩნდა რომ მართალი ვართ, ხო? ანუ ღარიბაშვილი კორუმპირებული, ორგზის პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ლულუაშვილი საერთოდ ბავშვებს ეჯდა, რა ვიცი, საკვების წილში, როგორც აღმოჩნდა გრეჩიკის და კარაქის, არ ვიცი, იქ ლულუაშვილის ნათესავები ბურჭულაძე საერთოდ ჯარს ძარცვავდა, თურმე და მე შვიდობაზე გველაპარაკებიან, ანუ ჯარი გაძარცვეს, ჯარი და მე რაღაც შვიდობაზე ელაპარაკებენ, ხო? ამიტომ პროპაგანდისტულად ჩვენი დეჰუმანიზაცია, რა თქმა უნდა, მათ უნდათ, იმიტომ რომ ჩვენ რაც უფრო დეჰუმანიზირებულები ვიქნებით, მით უფრო სოლიდარობის გზნობა ნაკლები იქნება, ასე გონიათ საზოგადოებაში. ეხლა ამის ამქიდან გამოსავალი რა არის, ხო? პირველ რიგში ეს არის ხმაური, ანუ ჩვენ რაც შეგვიძლია, რომ ეხლა გავაკეთოთ, ეს არის რომ ამ ორი ქალის ჯანმრთელობაზე ვილაპარაკოთ. გარდა რაღაც თქვა სოლიდარობის აქცია მოვაწყოთ, მოვთხოვოთ ელემენტარული, ეს ხო ელემენტარულია, რომ აი ადამიანს ჯანმრთელობის მდგომარეობა როდესაც აქვს და ყველა პატიმარზე პასუხისმგებელი არის პენტენციური უწყება, ანუ ყველაზე, იმიტომ რომ ისინი არიან თავისუფლება აღკვეთილი ადამიანები. მათ არ აქვს თავისუფლება, რომ წამალი დალიონ ექიმთან წავიდნენ, გამოვიდნენ ქუჩაში. სახელმწიფო მათ იზოლაციაში ამყოფებს. ამიტომ სახელმწიფო არის ვალდებული რომ მათზე იზრუნოს, ხო? ანუ პატიმარზე. მაგრამ აღმოჩნდა რომ ესე იგი აგეს რასაც ვისმენთ ახლა კიდე რაღაც დეტალები არ ვიცოდი მე, რასაც ვისმენთ, ხო? ანუ ეს არის რომ ესე იგი ეს ადამიანი ყავთ მიზანმიმართულ ტერორში. ანუ დედამ ხანდაზმულმა დედამ რა უნდა გაგიფუჭოს ციხეში რომ შემოვა. ან აი ლევან ხაბეიშვილს შვილებს რო არ ახვედრებენ. აი რა უნდა გააფუჭოს ახლა პატარა მოზარდმა ორმა ბავშვმა. მე არ მესმის უბრალოდ. ანუ ეს რა არის? ხო არის დეჰუმანიზაცია და წამება თავისი კატეგორიით ადამიანს. ანუ არაადამიანური მოყრობა ხო არის რომ ჩვენ დედა ჩამოგივიდა რაღაცა შორიდან, ისედაც ამ გოგოსთვის ანასტასიაზე მაქვს საუბარი ამ ქალისთვის არ იყო მარტივი განვლილი გზა, იმიტომ რომ ის ანტიპუტინისტია, რამდენჯერმე დაკავებული რუსეთშიც დევნილი თავისი ქვეყნიდან ჯიან ასეთ მასშტაბში. ეს არის ის ვარაუდი, რომელიც არის ძალიან კანონზომიერი ვარაუდი, არა მხოლოდ, ხო? ამიტომ რა უნდა გააფუჭოს ხანდაზმულმა დედამ, რომ აი რა ვიცი შემოუშვან და გალაპარაკონ. აი რა არის ეს მაგალითად? ან რატო არ შეიძლება რომ კვლევაზე გადაიყვანონ და თუ მართლა რაღაცა შეიძლება რაღაც ხერხემალში მალა ერჭობა, ხო? ანუ ყველას ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ თქვა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს მაგალითად, ხო? ანუ იმიტომ რომ ზოგადად ციხე ამძიმებს ყველა დაავადებას, რომელიც გაქვს. ხო ისეა, ანუ ეს იზოლაცია. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენთვის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც პირადადაც არ ვიცნობთ ამ ადამიანებს, თქვათ შეიძლება, მაგრამ ეს სოლიდარობის აქცია 27-ში ვიმეორებ საღამოს 6 საათზე 27 იანვარს ანჯაფარიძის ქუჩაზე პენტენციურ სამსახურის წინ ყველა ვიკრიბებით რომ ამ ორი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იყოს მიღებული. გადაიყვანონ, ჩაუტარონ მკურნალობა ორივეს და ახლა წარმოგიდგენია, აი ჩვენს მეგობრებს ვეკითხებთ, წარმოგიდგენია იზოლაციაში ხარ შეიძლება არ მოგდის გულთან თქვათ მათი ტკივილი, ხო? აი დაუშვათ. და არ თვლი არაფრად, რომ აი რაღაცა კიდე ორი რაღაც პროტესტის ადამიანი დაიჭირეს და რაღაც ციხე ეგრეა ეხლა, ხო? ვიღაცა ამბობს, რომ ციხე ესეა. არ შეიძლება. მაშინ ჩვენ არაფერი არ გაგვასხოვებს რაღაცა ცხოველური ინსტინქტებისგან. ხო, მაშინ ცხოველები ვართ, თუ ციხე ესეა, ეს არის წამება, როცა ადამიანს ეს უნდა მეთქვა და იურიდიული დეფინიციაც ასეთი აქვს, როდესაც ადამიანს ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და ეს მას არ მიეწოდება, ეს არის გათანაბრებული წამებასთან. აი 4 კედელში რო არის ადამიანი თავისუფლება აღკვეთილი, აქვს უმძიმესი ტკივილები, იცის რომ ეს ტკივილები რომ მოიხსნას აუცილებელია რომ ნახოს ექიმმა, დაუნიშნონ მკურნალობა და ამ ადამიანს ეუბნებიან რომ არა, შენ არაფერი არ გჭირს. ეს არის პირდაპირ ადამიანის წამება ნამდვილად და სხვა არაფერი. ხათია დაგიბრუნდები ისევ, დარია, ისევ თქვენ მინდა რომ გკითხოთ, ესე იგი მიმართეთ სავარაუდოდ, ხო, ალბათ მეხუთე პენტენციურ დაწესებულებას, რომ გადაიყვანონ და ჩაუტარონ მათ შორის MRI კვლევა, რომელიც გამოაჩენს რეალურ სურათს. ან
ნევროლოგი შევიდეს და ნახოს ეს ადამიანი, რომ პირველადი ეს კონსულტაცია ჩაუტაროს. რას პასუხობენ, რატომ არის უარი, თუ არის უარი, ან აი რა მოცემულობა არის ამ კუთხით? მე მოვითხოვე სრული სამედიცინო გამოკვლევა, რადგან ანასტასიას აქვს სხვა ჩივილებიც ყველაფერთან ერთად. მას აქვს ალერგია საკვებზე, ქლორზე, ქიმიურ ნივთიერებებზე, ასე რომ ვთქვათ. ასევე სხვა დაავადებების, რაზეც ვერ ვისაუბრებ, რადგან დაავადებები არა, უბრალოდ სიმპტომები დაავადებების. ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ პასუხი მოდის ესეთი. არ არის, ანუ არ საჭიროებს. და ვინ განსაზღვრავს რას რო არ საჭიროებს? ციხის ექიმი, თუ ციხის დირექტორი, მაგალითად? არ ვიცი, შეიძლება პენიტენციური დირექტორი, ან ციხის დირექტორი, არ ვიცი. ანუ რომელს აქვს იქიდან სამედიცინო განათლება და რატომ კისრულობენ ამხელა პასუხისგებლობას და რატო იღებენ თავის თავზე ამხელა პასუხისგებლობას, რომ უარს მეუბნებიან სამედიცინო დაწესებულებაში ადამიანის გადაყვანაზე და შეიძლება საერთოდ სიკვდილის საკითხი დგას საერთოდ. შეიძლება ამ ადამიანს ისეთი დიაგნოზი აქვს, რომ საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, მაგრამ არ ვიცი რა დონეზე უნდა იყოს არა ადამიანი, ეს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს მიწერს, რომ ამაზე უარს მეუბნება. ყველაფერი მიეწოდება, რაც საჭიროა ესეთ პასუხს, ანუ შაბლონურ პასუხს გვიგზავნიან ადვოკატებს. მარტო მე არ მიმართავს, ჩემმა კოლეგებმაც მიმართეს და შაბლონური პასუხი მოგვდის სულ ყველას. ანუ საზოგადოების სოლიდარობაა პრინციპში საჭირო, რასაც შენ საუბრობდი, ხატია, ის რაც მოხდა, ხო, სოლიდარობა და ხმაური, ის რაც მოხდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში, რომელსაც ასევე გადაუდებლად ესაჭიროებოდა. მე პირადად მყავდა ნანახი ნინო იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც მას ჰქონდა და მე იქიდან გამოვედი, აი სრულიად სასოწარკვეთილი, იმიტომ რომ რითი მეშველა, რომ ხვდებოდი, რომ აი უახლოეს 1 და 2 დღეში ვერ ვუშველით და ქმედით ნაბიჯებს ვერ გადავდგამდი. და იქაც გვეუბნებოდნენ, რომ კი ციხის პირობებში უტარდება, თუმცა რეალურად შედეგს კი არ იღებდა, პირიქით უარესდებოდა მისი მდგომარეობა და ერთი ადგილზე თიაქარის ნაცვლად მეორე ადგილზეც იჩინა თიაქარმა, ანუ გაუარესდა მდგომარეობა და დღეს უმძიმეს ოპერაცია გადაიტანა, რეაბილიტაციის კურსს გადის და კიდევ იქნება თუ არა საჭირო, არ ვიცით. ხმაური არის ის მინუს ხო, აი როგორც გითხრა ბოდიშმარიკა, ანუ გაჭრილი არ ვიცი კისერთან, ყელთან, არ ვიცი ძალიან ძიმე ოპერაცია ქონდა გადაიტანა ხო ანუ ეს ხო არ არის რაღაცა სახუმარო ანუ ეს ოპერაცია არ დასჭირდებოდა მას რომ არა ციხის პირობები და თან რისთვის არაფრის გამო იყო დაჭერილი მანდატურის თავმჯდომარეობა მასზე იძალადეს და ამ ძალადობამ გაურთულა სხვათა შორის მდგომარეობა და შემდგომ უკვე ეს დააკავეს თავად, როცა ნინომ გამოიძახა იქ საპატრულო პოლიცია იმისთვის, რომ მასზე იძალადეს. შეჯამების სახით ხომ არ გინდა რამე თქვა და მე მე მგონი ყველაფერი თქვით, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთის გარდა უბრალოდ არავინ არ ყავს, ხო? ანუ ჩვენ ვართ საზოგადოება, ჩვენ ვართ ადამიანები, მოქალაქეები და ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქეები და ნებისმიერი პროპაგანდა, რომელიც გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის უმრავლესობაში და ჩვენ ვართ უმცირესობაში, ეს არის ტყუილი. ანუ ჩვენ ვართ უმრავლესობაში და ის არის უმცირესობაში რეჟიმი. უბრალოდ ეს არის ზეწოლის ძალიან სერიოზული მექანიზმები. რაღაც რეპრესიები, კანონმდებლობა, ხო, რა დაგადგებიან იარაღით, წაგიყვანენ ციხეში, ხო და ციხეში გამოკეტავენ. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ ვჭირდება იმისთვის, ანუ სოლიდარობა, არაპროგნოზირებადობა, არ ვიცი, ფაქტობრიობა, რომ ვილაპარაკოთ და ადამიანებს გავაგებინოთ, თუ რატომ ერთ ენაზე საუბარი და ზოგადად ხო, პროპაგანდისთან დაპირისპირება, იმიტომ რომ პროპაგანდის მთავარი იარაღი რა არის, რომ შენ გაჩუმებს ანუ გეუბნება რომ აი გაჩუმდი და ეს არ არის სწორი ამას რო აკეთებ და მე ტროლბოტებით გლანძღავენ რაღაცა საშინელებებს გეუბნებიან არა პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის რომ ჩვენ ყველა საზოგადოებამ ვისაუბროთ ერთ ენაზე რომელიც ესმის თუნდაც იმ ადამიანს რომელიც არის მოწამლული პროპაგანდით ხო ამიტომ კიდევ 27 იანვარს საღამოს 6 საათზე პენტენციურ სამსახურთან ყველას გელოდებით მნიშვნელოვანია ნანას და ანასტასიას ჩაუტარდეს კურნალობა ანუ
ეს გვაქვს ახლა მისაღწევი ამ ორ ქალთან მიმართებაში, რომ ისე ზოგადად ყველგან თავისუფლებელია და საერთოდ უდანაშაულოძის 100 მეტი ადამიანი ციხეში, ვიცით ძალიან კარგად და ერთმანეთის მხარდამხარ უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ რაღაც ასე ვთქვათ, მიზანმიმართულად რეჟიმის წინააღმდეგ კონკრეტულად ჩვენი მოთხოვნებით და მათ შორის მედეგობით გამოგვლიჯოთ ადამიანების ჯანმრთელობა. კი ბატონო, დარია, შენ სხვა შეაფასებ თუ არის რამე რაც დაგვრჩა სათქმელი? მე მგონი ამოვწურეთ, თუმცა ამ საქმეებზე რო ვისაუბრო, ძალიან შორს წავალთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და საჭიროა ამ ადამიანებისთვის პირველ რიგში ჯანმრთელობის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ოთხ კედელში გამომწყდება ადამიანის ეს არის ცალკე დანაშაული და მეორე, როდესაც ამ ადამიანებს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ბოლო დროა ქვეყანაში არის თავისუფლებისადმი ძალიან ცუდი დამოკიდებულება. ანუ ადამიანს სვავენ ციხეში, ისე თითქოს არა უშავს. ჩაჯდეს ციხეში, იყოსო. მაგრამ რეალურად ადამიანისთვის ერთი დღეც კი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნა, ეს უკვე გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მის ფსიქიკას, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც უნდა გადავდოთ და არ უნდა ვიმსჯელოთ. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიყვიროთ და უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ უკანონო პატიმრობები შეწყდეს. ხოლო იმ პატიმრებს, რომლებსაც სჭირდებათ სამედიცინო დახმარება თუ სხვა რაიმე უფლებების სარგებლობა, უნდა ჰქონდეს დაუყოვნებლივ. ეს არის და ეს. კი ბატონო, მადლობა სტუმრობისთვის. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ანასტასია ზინოვკინა და ნანუ სანდერი არიან ის ორი რეჟიმის პატიმარი ქალი, რომელსაც სჭირდებათ გადაუდებლად სამედიცინო მომსახურება, სჭირდებათ კვლევები, დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის მიწოდება, რაც არ ხდება. სწორედ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ჩაუტარდეთ ეს კვლევები და გავიგოთ რა მდგომარეობა აქვთ და რა მკურნალობა ესაჭიროებათ მას, ვიკრიბებით 27 იანვარს 6 საათზე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან და ვითხოვთ, რომ ეს ისედაც რაც უნდა მოხდეს, ეს მოქმედებები განახორციელოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. გელოდებით ძალიან ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ ჩვენ ვართ ჰუმანურები, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც სხვისი ტკივილს გვაყენებს და არ გავწირავთ სხვებს აი ამ განსაცდელისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო